გამარჯობა. ეს არის პოდკასტი ხინჩოსთან, მესამე ეპიზოდი. ორი ეპიზოდი საუკეთესოდ ჩაიარა, რადგანაც თქვენგან მივიღე ძალიან დადებითი მუხტი, რაც ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია. დღეს ვიმყოფებით პოდკასტ არიაში, სივრცე, სადაც შენი გადაცემის და პოდკასტის იდეას ნამდვილ რეალობად აქცევენ პროფესიონალთა გუნდი და ძალიან დიდი მადლობა პოდკასტ არიას. განსაკუთრებული მადლობა გენერალურ სპონსორს, მსოფლიო განათლების აკადემია VEA-ს, რომელიც ჩვენი მუდმივი მეგობარია და VEA, სადაც შეგიძლია შეისწავლო სასტუმრო მომსახურება და სარესტორნო მიმართულება სრულიად უფასოდ. დღეს გადაცემის სტუმარია ყველაზე პოზიტიური, დადებითი ადამიანი. ესე ვიტყოდი, რომ უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავი, ინფლუენსერი დათუნა ტატულაშვილი. დათუნა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ხარ და პირიქით, მადლობა ძალიან დიდი შენ. და სოფლიო რო ახსენე, რა ვიცი. ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. არა მგონია, მე ვფიქრობ, რომ რეალურად ვთქვი, რაც არის, თან კარგი მიცნობდეს მსოფლიოც. გიცნობდეს მსოფლიო და მადლობას გიხდი, რომ დამთანხმდი, მოხვედი ჩემთან და ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია, როდესაც სტუმარი, ვინც მინდა რომ იყოს ჩემ გადაცემაში, ყველანაირი დროის, რაღაცა გაწევის, რაღაცა ასე ვთქვათ, მიზეზების ანუ არაფერი პირდაპირ ამბობს, რომ მე მოვალ მწავ. ხო, მე შენთან იმიტომ მოვედი, რომ მე ზოგადად ადამიანის ენერგეტიკას ვცნობ და შენ რომ მომწერე, გადმოვედი ეგრევე შენს გვერდზე, დავათვალიერე და შენგან წამოვიდა დადებითი ენერგეტიკა, გაიგე? და მეთქი ამ ადამიანთან უნდა წავიდე, რაღაც ჩემ ცხოვრებაში რაღაც გარკვეულ წვლის შეიტანს, მეთქი ჩემი განვითარებისთვის, მეთქი ესეთი ხედვა მქონდა, რაღაცა ხილვა მქონდა უცებ. ძალიან დიდი მადლობა. დათუნა, ჩვენი გადაცემა გავსი ფორმატისაა, სადაც ვსაუბრობთ გულწრფელად, ფილტრების გარეშე. არანაირი სკანდალი, არანაირი სხვა, ასე ვთქვათ, არანაირი playboy. თავარია გულწრფელი საუბრები და რესპონდენტებთან ვსაუბრობთ გულწრფელად და მე მინდა დღეს შენთან ვისაუბრო გულწრფელად და საზოგადოებას გავაცნოთ დათუნა. მე აბსოლუტურად გულწრფელი ვიქნები შენთან. ძალიან დიდი მადლობა. და ზოგადად გულწრფელი ვარ, არ მიყვარს ეს. რაღაც ხო ხდება. იმიტომაც ხარ დღეს ჩვენთან. დათუნა, მოდი გავაცნოთ ჩემს აუდიტორიას, დათუნა ტატულაშვილი, ვინ არის, როგორ მოვიდა აქამდე და შენ შესახებ, როგორც პერსონა, გითხარი დათუნაზე უფრო მეტი. მე ვარ დათუნა ტატულაშვილი, რომელიც ბავშვობაში იყო საკმაოდ მშვიდი ბავშვი. ნელ-ნელა ეს ბავშვი უკვე ხვდებოდა, რომ სიმშვიდეში თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. და ესე ნელ-ნელა ხა შემემატა. და დაახლოებით 2020 წელს გამოვჩნდი აუდიტორიის წინაშე. და როგორ დაიწყო? საიდან გაჩნდა? როგორც ყველა არა, ზოგი არა, მაგრამ როგორც ყველა უმეტესობა ამბობს, რომ კოვიდის დროს, მეც კოვიდის დროს დავიწყე, ოღონდ პირველი ვიდეო მე არ დამიდია. ჩემმა მეგობარმა დამიდო და მოყვა დიდი გამოხმაურება ამ ჩემს ვიდეოს და გადავწყვიტე, რომ მეც გამეკეთებინა TikTok გვერდი და მქონდა რაღაც ჩავარდნები, წამიშლია კიდეც TikTok-ი რაღაც პერიოდი. მე ისევ აღმიდგენია და საბოლოოდ კი ხედავ შენს სტუმარს. რატომ ფიქრობდი, რომ წაგეშალა, იმიტომ რომ ჰეითი მიიღე თუ ნერვიულობდი, რომ იმ კონკრეტულ ეპიზოდს რაღაც ცუდი გამოხმაურება მოყვება? ზოგადად პირდაპირ ვიტყვი, რომ კომპლექსიანი ვიყავი. და უცებ ეს ჩემ ვიდეოს რომ მოყვა ამდენი კომენტარი, ამდენი ნახვა, არ ველოდი, დავკომპლექსდი და ვინც კი ჩემ ვიდეოს ანთავსებდა სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე წერდი, რომ ახლავე წაშალეთ, თორე ისეთ დღეში ჩაგაგდებთ მეთქი. და ისინი ჩლიდნენ ახლა რა უნდა ეკნათ. მე მივხვდი რომ კაცო მოყვება, კაი გამოხმაურება, რატო უნდა წავშალო ესე ღამე რო დავწებოდი ხოლმე ვფიქრობდი, რატო მოვეწონე ხალხს აშკარად, ხო ჩემი იუმორი მოვეწონათ, მარტო ჩემ ოჯახში ხარ უნდა იცოდნენ მეთქი და ჩემო მეგობრებმა. მერე იყო ბრძოლებიც იყო სხვათა შორის, ანუ წამიშლია TikTok იმის გამო, რომ ჩემი გარემოცვიდან გამომდინარე, რომ ბიჭი ხარ და არ გინდა ეგეთი რაღაცა და არა და რასაშავებ ხუმრობ, გადაობ თვერთობით, მაგრამ ეს TikTok-ი რო სიახლე იყო საქართველოში, რაღაც ყველა უყურებდა არასერიოზულად. ეგონათ რომ რაღაც მოცლილი ადამიანები ერთობოდნენ მან
ესე არ იყო რეალურად. თითქოს TikTok-ში ვხარჯავდი ჩემს ენერგიას, რაც დაგროვილი მქონდა. აი რისი თქმაც მინდოდა, აი ესე აი მაგალითად სახლში მიყურებდა ბებია და დედა რომ ამ ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ მე აუდიტორიამ რო ნახა ჩემი ვიდეოები, რაღაც სიამოვნებას ვიღებდი ამით. და პირველი რეაქცია ოჯახის, პირველი ვიდეოს, ხო. პირველი ასე ვთქვათ გამოხმაურები, სადაც ეგრეთ for you-ზე გავარდა შენი ვიდეო და არის ძალიან ბევრი კომენტარი, ძალიან ბევრი შეფასება, გადაზიარება და რეალურად აი რა მოხდა ოჯახში, როგორი შეფასება ქონდა ამ ყველაფერს. პირველი ვიდეო არ იყო იუმორისტული. მეცნება იყო რომ იცი, მაგრამ პირველი ვიდეო იყო რაღაც სექსუალური. მით უმეტეს როგორი რეაქცია ქონდა. აი ეს როგორი ვიდეო იყო, რაღაცა ტრენდს ვიღებდით, რაღაცა და ეს ბიჭი რა ესე იყო. მე რო ესე ვიყურები რაღაცა კომენტარებში ვინ არის ეს ბიჭი გაყვარდა. ეგ იყო პირველი ვიდეო და აი იმდენად ეხლა რომ ვუყურებ, იმდენად გამაღიზიანებელი ვარ მაგ ვიდეოში, აი არ მიხდება რა ეს რაღაცა. აი ეს სახე რა. აი ამ კამერაში რო გააკეთე. სახე არ მიხდება. აი ეს სახე არ მიხდებოდა აშკარად. მაგრამ მოყვა კოი გამოხმაურება რომ ეს ბიჭი გამაცანითო ვინ არის, ყველას ჩემი ხელში ჩაგდება უნდა. მეორე ვიდეო იყო, გეტყვი რა, მეორე ვიდეო იყო თუ მაყურებელს ახსოვს, ვითომ შეყვარებულს დაშორდა ვიღაც გოგო და განიცდიდა. დასროლდა ყველაფერი. და მე მეგობარის თავაზობს, აი რითი გასიამოვნო, რა გინდა, ნაყინი გინდა? არა. შოკოლადი გინდა? არა. სკუმბრია გინდა? კი. შებოლილი სკუმბრია. ეგ იყო პირველი ვიდეო, რომელსაც მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება და მეორე ვიდეო იყო ნაყინს ავჭამ შუა იტალიანოში, აი ესე ნაგლათა. რატო არა რა? რატო არა? და მაგას ქონა ძალიან დიდი გამოხმაურება, იმიტომ რომ მაშინ 2 მილიონ ნახვაზე ავიდა ერთ კვირაში. წარმოიდგინე. და რა ვიცი, მაშინ ყავდა 1-1000 გამომწერი მინიმუმ, მაქსიმუმ მინიმუმ. მაინც ვერ არიდებ პასუხს თავს. როგორი რეაქცია ქონდა ოჯახს? აი გულწრფელად მაინტერესებს. ცუდი რეაქცია ქონა ჩემ ოჯახს, არ მოწონდათ. იქ ვიღაცა ეტყოდა რომ უთხარით რომ წაშალოს რა, რაც უნდა ვიღაცა ნათესავი შემოყოფდა. მეზობელი ნათელა რომელიც აქტიურად დათუნას ვიდეო ვნახე და რატოდებს ესეთ რაღაცებს? რაღაცა და მე ეს დედა ჩემი, მამა ჩემი იქიდან რეკავს რომ აგინდა ბიჭო წაშალე ვიდეოები უნდა გამაგიჟო თუ რა. და მე კომპლექსდებოდი წავშლიდი ამ TikTok-ს. მე ისევ აღვადგენდი ჩუმად, ისევ დავდებდი რაღაც ვიდეოს. და გონია რომ დროს არავინ არ ნახულობს, მაგრამ სოფლიო ნახულობს უკვე. ბიჭო, ხო, აი რაღაცა იცი როგორ დავიწყე TikTok-ი, აი ხო იძახიან რომ ვიწვალე რომ აი ნელ-ნელა ნახვები მომატებოდა ჩემ ვიდეოებს, აი როგორ გავარდეს ვიდეო და რაღაც და ამ დროს საერთოდ არ მქონია ეგ შემთხვევა რომ აი როგორ გავარდეს ვიდეო, რასაც ვდებდი, აბსოლუტურად ყველაფერს ნახვა ქონდა. და ვფიქრობ რომ ყველას დაგვეხმარე COVID-ის დროს ამ ძიმე რეალობაში რომ რაღაც პოზიტივი დაგვენახა. მიხარია თუ მეც აქტიურად ვიყავი შენ ვიდეოებზე, ასე ვთქვათ, შენს ვიდეოებს აქტიურად ვნახულობდი და ძალიან დიდი პოზიტივით ვივსებოდი და სხვათა შორის შენს ერთ-ერთ ინტერვიუში, ერთ-ერთ გადაცემაში უსმინე და ამბობ ესეთ რაღაცას, რომ წერს ონკოლოგიური პაციენტები, რომლებსაც ძალიან დიდი პოზიტივი მიეცი და ერთგვარი რაღაც გამხნევებაა შენგან და აი რას გრძნობ, როდესაც ადამიანი არის შენი ვიდეოებით პოზიტიურად, რაღაც ენერგიას აძლევ, პოზიტივს აჩვენებ და რა გრძნობა ეს შენთვის, როცა ადამიანს უხარია. აი მიზეზი ხარ შენ ამ ეს ყველაფერი არის აი სამსახურივით გვაქვს უკვე გამჯდარი, იმიტომ რომ გონია რომ ვალდებული ვარ რომ ადამიანები კარგ განწყობაზე დავაყენო, ესე გავაცინო ცუდი ნათქვამი. აი კარგ განწყობაზე დავაყენო და თითქოს აი მე რო სულ ცუდ ხასიათზე ვიყო, დეპრესიაში ვიყო და ყოფილი ვარ კიდეც და ზოგადად ისეთი ტიპი ვარ რომ ანუ არ ვლაპარაკობ, როცა მიჭირს და ესე ჩემში რაღაცა ბრძოლებში ვარ ხოლმე, მაგრამ როცა გარეთ გავდივარ ან მეგობრებს ვნახულობ, ყოველთვის მგონია რომ ვალდებული ვარ გავაცინო ადამიანები. არ ვიცი რატო, აი ეს გამიჩნდა თითქოს რა ჩემში ზის. მაგრამ შეიძლება ონკოლოგიურ პაციენტებს აი როცა ვიღლები ხოლმე და ვიძახი რომ აღარ მინდა საერთოდ დამანებეს თავი აი მე მახსენდება ეგ მესიჯები, ეგ შეტყობინებები რომ რამხელა რაღაცას ვაკეთებ მათთვის, რომ კარგ განწყობას ვუქმნი და მე ისევ გადამივლის ხოლმე. და განსაკუთრებით კიდევ ემიგრანტები. კი. რომლებსაც აი რასაც ვნახულობ, ვკითხულობ, გაზიარება ჩემს გარშემო ხდება ძალიან ბევრი ემიგრანტის,
რომელსაც მოვიკითხავ ჩემი გადაცემიდან მეც მთელი გულით და სულით ძალიან მიყვარხართ, მიხარი ხართ და მინდა რომ სულ მალე დაბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში და თქვენი ოცნებების ასრულებას გისურვებთ და მადლობა რომ გულშემატკივრობთ და დარწმუნებული ვარ რომ ამ გადაცემას აუცილებლად ნახავთ და მოგიკითხავთ მთელი გულით და სულით. დათუნა პირველი ემოციები მაინტერესებს. გახვედი ქუჩაში და ვიდეოს აუარებელი კომენტარის და გაზიარების და შეფასებების შემდეგ ადამიანები გცნობენ. შენ ვერ ცნობ, მაგრამ ისინი გცნობენ, გიღიმიან, გეხუტებიან, ფოტოს გადაღებას გთხოვენ. აი შენი ემოციები როგორი იყო ამ მომენტში? აი სულ თავიდან რომ პირველად რა ისე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველი იყო, როცა მიცნეს, იცი როგორ დავკომპლექსდი? და რატო? ანუ ვიღაცამ გადამიღო ვიდეო, რომ სადღაცას მეტროსთან დამინახა და ეს ვიდეო დადო TikTok-ზე, რომ ვაიმე ვინ უნახეო და ბიჭო მეთქი ცოტა შემეშინდასავით, რაღაცა ტაქსიდან გადმოვდივარ, მეტროსთან მივდივარ, თუ მეტროში ჩავდივარ, აღარ მახსოვს. რაღაცა ცოტა ის მქონდა რა, არ მომწონდა. მაგრამ მე რაღაცნაირად აი ქუჩაში რომ მოდიან ხოლმე ადამიანები ჩემთან და რომ მეუბნებიან რომ აი შენ ვინ ყოფილხარ და აი შენ რო არ იყო შვილო და ვაიმე როგორ გვაცინებ და რაღაც აი თითქოს სხვანაირად მიყვებები. შეჩვევის ამბავია ეგეც. მაგრამ დღემდე მაქვს ის რომ აი არ მომწონს რომ ცნობენ. აი დისკომფორტს გიქმნის? არა, დისკომფორტს არ მიქმნის, მაგრამ აი სხვანაირად კომპლექსდები, აი უხერხულობას როგორ თქვა, აი ჩემი თვით შეფასების ამბავი ალბათ ვერ გადალახე? აი ხო რაღაცნაირად ვერ აღვიქომ კიდე რომ აი რატო უნდა მცნობდნენ, მგონია რომ არაფერს ვაკეთებ ისეც რის გამოც შეიძლება ადამიანები მიღიმოდნენ ქუჩაში. და უკვე ბევრი გამომწერიც დაგიგროვდა საკმაოდ და გადადგი უკვე ერთი არმატებული ნაბიჯი, რომელსაც ინფლუენსერობა ქვია და გახდი ინფლუენსერი. ხო. არა მხოლოდ რაღაც გარკვეული აუდიტორია, არამედ უკვე გლობალზე გავხვედი ძალიან დიდ მასშტაბზე და მიიღე უკვე დიდი აუდიტორიის სიყვარული და უკვე სხვა პასუხისგებლობა იგრძენი და უფრო მეტად რაღაც ვიდეოებს უკვე აკვირდებოდი, უფრო მეტად ფიქრობდი რომ უკვე სხვა რაღაცეებიც ჩაგერთო, გეგმავდი თუ ყოველი შენი ვიდეო არის ექსპონტად რაღაცა სპონტანურად გადაღებული. არაფერი არ მაქვს დაგეგმილი ზოგადად და ამ ვიდეოებსაც ქართულ აუდიტორიაზე რაც მაქვს გაწვდილი, საერთოდ არ არის სცენარულად დაწერილი. აი ახლა შეიძლება ამ წამს უცებ მომივიდეს რაღაც იდეა ჩემზე და შენზე, უცებ ამოვიღო ტელეფონი, შენ საერთოდ არ გითხრა, მაგრამ ისეთი რაღაც ვთქვა, რომ რა ვიცი, მილიონი ნახვა კონდეს. აი უცებ მოდის რა და კომპანიებთანაც როცა ვთანამშრომლობ რეკლამის კუთხით, სულ რა თქმა უნდა მოგწერენ ხო, აი რას ფიქრობთ აი სცენართან დაკავშირებით რომ მოგვაწოდოთ რაღაც პატარა. ყველას უკვე ხომ ანუ სცენარს არ უწერთ ხო ვეუბნები რა, სანამ ობიექტზე არ მივალ, მე თვითონ არ შევხედავ იქ რაღაცას, ვერ ვიმუშავებ ისე. თავისით მოდის. კი, თავისით უნდა მოვიდეს აუცილებლად და საკმაოდ მალე მოდის. და სხვათა შორის შენ ვიდეოებს როცა ვნახულობ და განსაკუთრებით შენს მეგობართან ჩვენთვის საყვარელ თათიასთან ერთად გადაღებულს იმდენად როლში შედიხარ რომ თათიას ბოლოს ეცინება ბევრჯერ ქონია ეგ მომენტი, იმიტომ რომ არ მოელის უკვე ამდენად როლში შესვლას შენს და თუ ქონია მომენტი რომ აი იმ როლში ისე შესულხარ რომ დამთავრდა უკვე ეს სცენა, მე გიფიქრია რომ ეს როდის მოხდა, ანუ იმდენად შენი იყო, იმდენად როლში შეხვედი რომ ქონია ესეთ შემთხვევა. სხვათა შორის შაბათის შოუს გადაღებაზეც ქონია ეგ შემთხვევა. ერთხელ ისე შევიჭერი როლში, მაჩერებდნენ გეხოცები, აღარაფერი თქვაო. კი, არის ხოლმე ეგ შემთხვევა, იშვიათად, მაგრამ ქონია. რადგანაც ვახსენეთ ჩვენი ძვირფასი და ჩემთვის ერთ განსაკუთრებული ადამიანი ასევე შენთვის და ჩვენი ტელემაყურებლებისთვის მოვიკითხავთ და ვისურვებდი თუ კი სურვილი გაუჩნდება შენთან თათია მოდი ჩვენთან და უთხარი რომ ძალიან კარგია. მე თქვი აუცილებლად გადავთ. გულახდილად როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა, რომელიც აი დღეს მაგალითად ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ვეკითხებოდი, რომ აი როგორი საუკეთესო მეგობრობა გვაქვს მეთქი და მეუბნებოდა, რომ აი რაღაცა ცოტა გიჟობა გვაკლიაო და მეთქი რა კუთხით ამბობ რაღაცა და აი დათუნა და თათია რო არის საუკეთესო მეგობრები და იქ რაღაცა
სასწაულები ხდება, ისეთი მეგობრები მინდა რომ ვიყოთო და იცი რა დავფიქრდი და მისაბაძი ხართ რა. აი თქვენი პოზიტივით, იმიტომ რომ დღევანდელ რეალობაში ძალიან ბევრი ტკივილი, ძალიან ბევრი ნეგატივი არსებობს და თქვენ ხართ ის, რომელიც ასაზრდოვებს პოზიტივით და იმედს აძლევს ადამიანებს, რომ უკეთესად, უფრო ბედნიერები, უფრო პოზიტიურები, უფრო ლაღები შეხვდნენ ამ ყველაფერს და უფრო კარგები იყვნენ და აი თქვენი მეგობრობა როგორია, როგორ დაიწყო და მოგვიყევი შენი და თათიას მეგობრობაზე. 2022 წელი იყო, შაბათ შოუში რომ დავიწყე მუშაობა და აი პირველი დღე იყო, რომ მივედი გადაღების დღე იყო. თათიას ფანი ვიყავი ბავშვობიდან. მიშა ანდღულაძე მიყვარდა ძალიან და თათი. ხო და ველოდები ამ თათიას, რომ როდის ყველაზე მეტად მაგან დააგვიან სამ. რომ მინდა რომ ეს თათია ვნახო და რაღაცა ჩავიკრა გულში. იღება კარი და თათია შემოდის აი ესეთ სახით. აი არავის დანახვა არ უნდა საერთოდ და ეს მთელი ბავშვობის რაღაცა ოცნებები და ეს ბავშვობის რაღაც იმედები გამისრო მოკლედ. პირველი ნახვის დროს ქალი მოვიდა დასტრესილი, ბავშვი სკოლაში დატოვა, მეორე ბავშვი სადღაცას წაიყვანა, იქ საჭმელი გააკეთა დილით 23 საათზე თურმე. და რაღაცნაირად ისე როგორ დავჯერე, აი მორიდებით არც გამოვესაუბრე არაფერი, რომ მეთქი, ისე არ ყოფილა ყველაფერი როგორც ჩანს, მეთქი და ეს საცუდავად ჩვენ მივიჯექი კუთხეში. მე იცი როგორ მოხდა? აი ნელ-ნელა ერთმანეთს ისე დავუმუღამეთ, რომ მივხვდით, რომ ჩვენ ერთნაირები ვართ. აზროვნებით, გემოვნებით, ბევრი რამით ყოფილვართ თურმე ერთნაირები. და შემდეგ ასე შემთხვევით ერთ-ერთმა კომპანიამ მოგწერა, რომ ერთად გვინდაო რომ რეკლამა გააკეთოთ. თქვენ ორმაო. არასდროს გქონდა ერთად გაკეთებული რეკლამა. წავედით რეკლამა გავაკეთეთ და ისეთი კარგი გამოვიდა, რომ ჩვენ ვთქვით, რომ მე მგონი ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ სტატია. იმის მერე, აი კომპანია თუ გწერს ორივეს რეკლამაზე ცალ-ცალკე. აი მაინც ვთავაზობთ ერთმანეთს. ჩემზე და თათიაზე რა სიტყვით, აი ერთად რო გაგიკეთოთ და მარტო არ გაგიკეთოთ და სულ ესე ვცდილობთ რომ ერთად ვიმუშაოთ. დღეს ვართ უკვე საუკეთესო მეგობრები, მართლა აი პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ და გულახდილად ვამბობ, რომ თათი არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. ვარ ძალიან კომფორტულად თათიასთან, მაქვს თათიას იმედი, ვიცი რომ ნებისმიერ დროს გვერდში დამიდგება, რაც არ უნდა მოხდეს. და რა ვიცი, მადლობა ღმერთს რომ შევიძინე ესეთი ადამიანი. და ნამდვილად საუკეთესო მეგობრობა გაქვთ. და ეს ყველაფერი დაიწყო კომედი ჯგუფისგან, კომედი არხის სკეჩები, მის გადაცემა და ასე შემდეგ. მოდი ამ გადაცემასთან დაკავშირებით ვისაუბროთ და შენი ფართო საზოგადოებასთან გამოჩენის უკვე სატელევიზიო კუთხით როგორ დაიწყო, ქონდა სურვილი თვითონ დაგიკავშირდნენ თუ აი როგორ მოხდა ეს ყველაფერი და შენი ოცნებაც ალბათ როგორც ხვდები იყო რომ ყოფილიყავი უკვე ამ გუნდის წევრი, სადაც იღებდი ძალიან დიდ პოზიტივს. კი, ბავშვობიდან აი რო გითხრა ოცნებობდი თქო არა, მაგრამ აი თითქოს ბავშვობიდან ვიღაცამ შეიძლება დამცინოს რასაც ვიტყვი, მაგრამ მანიფესტაციას ვარქმევ და რატო იცი რატო აი ვფიქრობდი რომ მე იქ უნდა ყოფილიყავი აუცილებლად. აი მეგონა არ ვიცი რაღაც წარმოსახვის იმაში მქონდა რომ მე აქ ბავშვი ვიყავი თან, აქ აუცილებლად ვიქნები თქო. ნუ და ერთ დღესაც მწერს ვანო ჯავახიშვილი Facebook-ზე რომ დათუნა ვანო ვარ ჯავახიშვილი და თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ რაღაც შემოთავაზება მაქვსო და მირეკა და შემოთავაზა ერთთვიანი საცდელი. რომ აი ძალიან დიდი სურვილი გვაქვსო და მივედი პირდაპირ გადაღებაზე მივედი სხვათა შორის და აი ეგრევე სკეჩში შევედი. ანუ რაღაც პატარა ტექსტები მქონდა, მაგრამ იმდენად შინაურულად ვიგრძენი თავი, რომ ძალიან კარგი სკეჩი გამოვიდა. და საერთოდ არ მინერვიულია და მე რო გამოვედი სკეჩიდან, მანუ მეუბნება აბარაშვილი ნერვიულობ და მე მეუბნები. არა, საერთოდ არ მინერვიულობ. ვა, ეგ ცუდია. და მე ვიტყვებოდი ძალით, აუ როგორ ნერვიულობ უცელი მეწეს. ძალიან კარგი. თითოეული შენი პერსონა სახასიათოა და ძალიან უყვარს მაყურებელს, მაგრამ მოდით რომ დადგა იმის რომ დიდებული ვესაუბროთ ჩვენ საზოგადოებას, ჩემს მაყურებელს ხალბატონ ნონაზე. ნონა არის. საიდან გაჩნდა იდეა ნონაზე და კიდევ ძალიან მაინტერესებს და ყოველთვის მაინტერესებდა. რეალურად არსებობს ნონა?
თუ გამოგონილი პერსონაჟია. თუ ანუ შეიძლება სრულებთ 100%-ით არ იყოს, რა თქმა უნდა, ეს ეგ პერსონა რეალურად, მაგრამ რაღაც ქონდა ინსპირაცია ვიღაცისგან, რომისგანაც მე უკვე განავითარე და შექმენი ეს პერსონა. ნონას მადლიერი ვარ, იმიტომ რომ ნონა რომ მე დღეს არ ვიჯდებ. ნონა არის კეთრი. მე სხვაგანაც მოხდა თქვამი, კიდევ ვიტყვი, არ არის პრობლემა. ლოტკინზე დავიბადე, გავიზარდე და ლოტკინზე ხდებოდა ჩემს ბავშვობაში ასეთი რაღაც, რომ როდესაც გარდაიცვლებოდა უბანში ადამიანი, ქალბატონები უბნის დატრიალდებოდნენ და რომელიღაცა ქალის ოჯახში ამზადებდნენ საჭმელებს. იქ ისპანახი თუ თქება, იქ ბადრიჯანი იწვება, იქ ტაბაკა იწვება, იქ კოლიო იხარჯება შიშმიშით. და მე ისეთი ბავშვი ვიყავი, რომ ცოტა ცუდი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ვაკვირდებოდი ადამიანებს, ვაკვირდები დღემდე. ვაკვირდები ამ ადამიანებს და აი მომწონს რა ამ ყველაფერს რომ ვუყურებ, რაღაც საინტერესოდ მიმაჩნია და ეს ერთი კონკრეტული არ არის, მაგრამ ერთი ადამიანი არის 80%-ით რა. და ის 20%-ით ცოტა შერეული. ეჭვები არსებობს, ახლა აქვს ხოლმე ეჭვები. მე ხო არა ვარ. არა, შეიძლება იმდენი მეუბნება რომ ერთს მიხვდება ახლა ვიზა. ერთს მიხვდება. მაგრამ არის. კი, არის. და საუკეთესო წარმოაჩინე. რა თქმა უნდა, იუმორში იქ რაღაც დამატებებიც ხდება, განვითარებაც ხდება. შეიძლება რამოდენიმე ადამიანის გაერთიანება მოხდეს, ხო? ხო, ხა ის არის, ჩემი სისულელე იქნება მე რომ ვუთხრა, რომ კი შენ ხარ, იმიტომ რომ მე ხელი შემეშლება ბევრ რამეში. რა, ნონა ვეღარ იტყვის ვერაფერს. და დათუნა, მე ვიცი რომ შენ როლში კომპლექსები არ გაქვს და ძალიან მინდა თუ კი მოახერხებთ ნონა ჩემს გადაცემაში. რამოდენიმე წამი მაინც. კი, დამიშვიკეთ. და ფიქროს ურეკავს და ეუბნება რომ დღეს არის ხინჩოსთან სტუდიაში. თუ შეგიძლია რაღაცა ექსპრომტად მოიფიქრო სცენარი, სადაც ფიქრიას ელაპარაკება და ეუბნება რომ დღეს ხინჩოსთან არის სტუდიაში. აი, დაურეკოთ. მეგობრებო, ნონა ყავს სტუდიაში და ურეკავს ფიქროს. მე ახალ ხინჩოსთან შენ არ შვები ისე ვარ ჩემ ბადრიჯანს, მარილი მოყარე გაწურე. ხინჩო გოგო, ხინჩო. უტყუნა. იპი. იმ დღეს რო ვლაპარაკობდით, ბარიატრია გაიკეთეს. კაი. აპლოდისმენტები ნამდვილად საუკეთესო, და გაღიარებ, მართლა გაღიარებ და დიდი მადლობა. საუკეთესოდ გამოგდის და მადლობა შენ ამისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მაყურებელსაც ძალიან მოეწონება. არ ჭირდება ბარიატრიას, უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა, რაღაც უნდა მეთქო შენზე. გასაკეთებელი მაქვს. გასაკეთებელი მაქვს. დათუნა, სოციალურ ქსელში ბევრ მოწონებასთან ერთად შეიძლება ძალიან ცოტა იყოს რაღაც ჰეითი. გაქვს ჰეითი და ყველაზე ხშირად აი როგორი სახის ჰეითი მიგიღია კონკრეტულად პერსონაზე, კონკრეტულად შენზე, რომ არ გიხდება ვთქვათ ეს როლი და ასე შემდეგ, თუ აი როგორი ჰეითი მიგიღია? იცი რა, ესე ძიმე ჰეითი არასდროს არ მიმიღია, თუ არ ჩავთვლით რაღაცა აქა-იქა კომენტარებს. არ მაქვს ესე მკვეთრად ჰეითი, მაგრამ ერთი კომენტარი მახსოვს ძალიან. არ მიყვარს ამ კომენტარის გას. მოდით ხი. ერთი ქალბატონი მიკომენტარებს Facebook-ზე. რომ ნონას ვიდეო იყო. დედა შენმა რო გაგაჩინა. რატო იქ არ დაგაგდო სამშობიაროში, რატო არ მოკლეს, რატო არ დაგმარხეს სამშობიაროს სასაფლაოზეო. ვაი. გონი რომ ძალიან ბევრი პრობლემა ქონდა ამ ადამიანს. ხო, აშკარად არ იყო კარგად ეგ ადამიანი. მაგრამ ისე მახსოვს რაღაცნაირად დამწყევლა თუ რა ქნა, არ ვიცი რა დავარქვა ამას, მაგრამ ან საიდან მოაფიქრდა საერთოდ. არა, აშკარად სცენარისტია ქალბატონი. ნეგატივი. ჯერ ის წარმოსახვის უნდა, რატო იქ რო დაიბადე, იქ რო დაგაგდო, მე ექიმად წაგიყვანა, მოკლა. მე იქ სამშობიაროს ეზოში სასაფლაოები რო იქ რატო არ დაგმარ.
ვერ გაიხარებთ, ჩემი ცოდვით, ვერ გაიხარებთ. და ყველაზე ხშირად ანუ პოზიტიურ კომენტარებს კითხულობ თუ აი რაღაც კონკრეტულად თუ არსებობს. ჩემი კომენტარების დაკითხვა იცი რა როგორია უყურე, დავდე ვიდეო, ნახე. აი დავდე ვიდეო, შევედი და აი ნახე ეს აი უცებ. აჰა. სტიკერებს ვაკვირდები, უფრო სიცილები, ესე იგი კარგად წაიღოს. და ბოლოში თუ ჩავყვევი მარტო ტექსტი რო წერია, ცოტა ცუდი კომენტარები წერია. და თუ მიგიღია კომენტარი ცუდი და ნეგატიური გახსოვს, რომელიც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ აი პოზიტიური თუ მიგიღია, რომ იმდენად შენთან ახლოს იყო, იმდენად мотиваცია მოგცა, რაღაცა კომენტარი თუ ყოფილა, რომელიც გახსენდება, რომ აი თელს ანში იგზენიეს ყველაფერი და мотиваცია მოგცა და რა მაგარი კომენტარი იყო. პირველი იმი ვერ ვიხსენებ, არა, ამას ვერ გავიხსენებ ფიზიკურად, შეუძლებელია. ბევრი კარგ კომენტარს ვიღებ. და ალბათ მაგ ქედან გამომდინარე ვერ დავიმახსოვრე. და თბილისი პატარა ქალაქია და განსაკუთრებით არსებობს ჭორები, რომელიც შეიძლება შენ არ იცოდე, მაგრამ შენზე არსებობს. აუ მართლა? ზოგადად არის და შენ თუ გაგიგია ესეთი ჭორი, რომ შენ პირველად მოისმინე შენს თავზე, აი რაღაცა ისეთი ამბავი გავრცელებულა, რომ შენ თუ გაგიგია, როგორ ანუ გაკვირვება ქონია. ესე იგი რაღაცა 2 წელი ჩემს კერძო სახლს ვაკეთებ და არ სრულდება ეს ჩემი სახლი და თურმე არ ვიტყვი სად და როგორ თათია შენზე ლაპარაკობდნენ, ესე ვიჯექი თუ გვერდზე ლაპარაკობდნენ, რომ და თუნაო ვილას აშენებს ლოტკინზე. და ამ დროს მეცი რა დღეში ვარ, აი ხელოსნის ფულს გიო გადმომირიცხე რა 200 ლარი მაკლდება რომ თამაზას მივცე. ოკეი. ვილას აშენებსო აუზითო ლოტკინზე. აუზითო რაღაცითო იმითიო ამითიო სამსართულიანსო რაღაცა და ამ დროს ვარ ისეთ გაჭირვებაში, რომ ანუ გაჯი მაქვს მოსატანი პატარა ელიაბადან ხუდადობის ქუჩიდან. ეგ იყო ეს რაც ჩემამდე მოვიდა, მაგრამ იმდენ ცუც ლაპარაკობენ ჩემზე თურმე მაგრამ არ მეუბნებიან. არ მითხრათ მეთქი ყველას ვეუბნებიან, ერები არ ამიშალოთ მეთქი. და მაინტერესებს ასევე ცხოვრებაში ბევრჯერ ზოგადად ყველა ადამიანი ვცდილობთ რომ სხვა ადამიანებს მივცეთ რჩევა. განსაკუთრებით ზოგადად ამბობენ ხოლმე კიდევაც არის ეს გამონათქვამი რომ სხვის საქმეში უფრო ბრძენი ადამიანი. აი თუ მიგიღია ისეთი რჩევა რომელზეც დაფიქრებულ ხარ რომ ესეთი რჩევა ჩემთვის არც უნდა მოეცა და მე გიცინი ამ მომენტზე და ამ რჩევაზე. ან ისეთი რჩევა ყოფილა რომ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილ ხარ, შემდეგ თუ კი განახორციელე ეს ყველაფერი. იცი რა, ესე მაგ კითხვასთან ცოტა ახლოს არ არის, მაგრამ ვიჩხუბე ახლობელთან იმის გამო რომ შევებს ძალიან და ვიჩხუბე ისეთი ნათქვამი ვიკამ. უფრო ჭკუას გარიგებდა ალბათ. უყურე მე მართლა ჯანსაღად აი დედას გეფიცები ვიღებ ადამიანებისგან შენიშნასაც რჩევასაც, მაგრამ ხო გააჩნია როგორი კუთხით გეტყვის. ხო და ასე რომ ესე არ მიყვარს მკვეთრად რო ერევიან ჩემს კონტენტში. იმიტომ რომ ცუც რო ვაკეთებდე რამეს, რა ვიცი, წესით აქამდე გამოჩნდებოდა და ვიღაც იტყოდა რომ დათუნა არასწორად იქცევა და გავითვალისწინებდი ხო მაყურებლის აზრს, მაგრამ ვიღაც ერთის აზრს ვერ გავითვალისწინებ ფიზიკურად. რომც გამეთვალისწინებინა, ანუ ვერ შევძლებდი იმდენს, რამდენიც შევძელი, რა ვიცი. და განსაკუთრებით ალბათ კონტენტის მიმართულებით, ხო? პიროვნულად კი არა. მოდი ეს ვიდეო ესე გადაიღე, მოდი აქ ესე რო არ თქვა და რაღაცა მიმართულებით უფრო მეტი. სხვათა შორის კი, აიცი რა არის, აი კომპანიებთანაც მქონია კონფლიქტი, იმიტომ რომ უთქვამს, რომ იცი რა, ეს ჩასვი ეს ახსენე, ის კადრი ამოიღე, მე ვეუბნები, ანუ ეს რადგანაც შენ მასპონსორებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფულის გამო უხეშად რო თქვა, ყველაფერს დაგიჯერებ და აი მე ამას ამოვჭრი იმას. მე უნდა მესიამოვნოს პირველ რიგში ჩემი ვიდეო, მე თვითონ ვხვდები რა მოეწონება მაყურებელს, იმიტომ რომ მე ჩემი მაყურებელი მყავს, ხო? და ყოველთვის რეკლამასაც რო ვაკეთებ, ვცდილობ იყოს მორგებული ადამიანების გამხიარულებაზე და არა ასე ვთქვათ მკვეთრად რეკლამაზე. აქედან გამომდინარე, ძალიან ჯიუტი ვარ, რასაც ვიტყვი, ის უნდა გავაკეთო აუცილებლად, შეიძლება არ მეტყობა მასეთი რო ვარ, მაგრამ
არ მაინტერესებს, მე რო ვიცი რომ ეს არის კაი, ეს არის კარგი. ძალიან კარგი. და რომ არა ეს იუმორისტი ან სოციალური ქსელი. განსაკუთრებით TikTok-იდან დაიწყო შენი პოპულარობა. და რომ არ განგეთავსებინა TikTok-ზე ვიდეო შენი აზრით ვინ იქნებოდა დათუნა დღეს? ემიგრანტი. აუცილებლად, იმიტომ რომ ზუსტად სანამ TikTok-ს დავიწყებდი, 1 წლით ადრე მე ვფიქრობდი წასვლაზე საზღვარგარეთ. ძალიან ბევრჯერ ვცადე და რატომღაც არ ვიცი სასწაული ხდებოდა და ღმერთი არ მიწყობდა ხელს რომ წავსულიყავი. არ ვიცი, ალბათ უნდოდა. ხო და 3ჯერ თუ 4ჯერ ვცადე წასვლა სადღაც და არც ერთხელ არ გამოვიდა. აი არც ერთხელ. და მე მოვიდა ეს TikTok-იც. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ემიგრანტი ვიქნებოდი ახლა და ვიმუშავებდი. ან მამაჩემთან ერთად ვიქნებოდი ახლა ამერიკაში და ან სადღაც ევროპაში. და მოგვიყევი შენი მოგზაურობის შესახებ. რამოდენიმე კვირის წინ იმყოფებოდი ამერიკაში. ნახე წლების უნახავი მონატრებული მამა და ნახე ამერიკა, რომელზეც ყველა ოცნებობს. აი შენი გრძნობები, შენი ემოციები, ეს ყველაფერი რო გადმოსცე და შენი მოგზაურობის შესახებ რომ მოგვიყვე, პროფცლად. ბავშვობიდან მეგონა ამერიკა იცი როგორი ქვეყანა რო ჩახვალ. აი რაღაცა ისეთი მოხდება, რომ შენ გახდები კაი ტიპი. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს ასე გონია, რომ აი ამერიკა და იქ ვიღაცას გონია, რომ ის გამოივლის, რა ქვია, ბრიტნი სპირსი და ხელს შემოგართვა. ეგეთი მეგონა მეც. როცა ჩავედი ამერიკაში, იმედები გამიცრუდა საერთოდ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქართველი ვნახე, რომლებიც ძალიან წვალობენ, ძალიან შრომობენ, საერთოდ არ აქვთ დრო, არანაირი დრო არ აქვთ. არიან ქალბატონები, რომლებიც საერთოდ ჩამჯდრები არიან სახლში და საერთოდ ქუჩაში კი არა, საერთოდ მანჰეტენი არ იციან რა არის. ანუ არც კი უნახავთ. იმდენად დაკავებულები არიან და იმდენად წვალობენ. აი ეს ყველაფერი რო ვნახე, სრულიად შემეცვალა წარმოდგენა ამერიკაზე. ამერიკა არის კარგი, როცა შენც კარგად ხარ ფინანსურად და უბრალოდ იმოგზაურებ და ამით ისიამოვნებ, მაგრამ როცა ადამიანი სამუშაოდ მიდის, ურთულესია და მეც არ მეჯერა სხვათა შორის მამაჩემი რომ მეუბნებოდა რომ იცი რა ეგეთი არ არის როგორი ჩემ გონია მაგრამ ჩემი თვალით რომ ნახე აი სრულიად შემეცვალა წარმოდგენა ვიყავი სხვათა შორის ქალბატონებთან სტუმრად ქართველ ემიგრანტებთან რომლებიც ცხოვრობდნენ ერთად აი ბევრი საერთო საცხოვრებელში და ცოტა ხანი დავჯექი ყავაზე ვიჭორავეთ და ეს იყო ჩემთვის ისეთი დასამახსოვრებელი რომ არასდროს არ წაიშლება ჩემი გონებიდან, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც ისე წვალობენ, რომ შვილებს გაუგზავნონ ფული. და ამ ყველაფერს იცით რა საკეთებენ, აი ვერ აგიხსენებთ. და იმის მერე რაც მე ეს ყველაფერი ვნახე მამაჩემისთვის, ანუ ეხლა ვფიქრობ ხოლმე, რომ მამაჩემს რო ვთხოვდი ხოლმე ფულს, რომ გამომიგზავნე მამი ფული გამომიგზავნე, ეხლა ვხვდები, რა გზას გადიოდა, რომ ჩემთვის ის $100 თუნდაც გამოეგზავნე. ძალიან რთულია და აი ხალხს ვეტყვი იმას რომ ნუ გონიათ მართლა ამერიკა რაღაცა ჯადოსნური ქვეყანა და იქ რა ქვია ხეს ფულები ასყიავთ როგორ არის არ არის მასე დააფასეთ ემიგრანტი ახლობლები დააფასეთ მათი შრომა და ნუ იქნებით მხოლოდ მათ იმედზე თქვენს გაინძერით იმუშავეთ და რაღაცა გააკეთეთ იმიტომ რომ რაც მე ვნახე ჩემი გონებიდან ფიზიკურად ვერ წაიშლებ რთულია ძალიან და კიდევ ერთხელ განმეორდები და მოვიკითხავ შენთან ერთად იმ ემიგრანტებს, რომელიც ამ რთულ გზას გადის და ჯერა რომ ყველა ოცნება ასრულდება განსაკუთრებით მათი. დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ თითოეულ თქვენთაგანს. დათუნა და მამასთან შეხვედრა წლების შემდეგ. როგორი გრძნობა იყო, როგორი მომენტი, როგორი მოლოდინი იყო და შენი ემოციები რო გაგვიზიარო. 10 წელი არ მინახავს მამა და შარშან თებერვალში ავიღე ვიზა. ვიზა რო ავიღე, მე ვიაზრებდი უკვე რომ ეხლა ვიზა ავიღე, მე უნდა წავიდე აუცილებლად ამერიკაში რომ მამაჩემი ვნახო და ეს თითქმის 1 წელი იმაზე ვნერვიულობდი რომ ვნახავ რა ვქნა. ანუ არ იცი როგორ შევხვდე მამას, იმიტომ რომ ამდენი წელი არ გინახავს. როგორც კი გამოვედი აეროპორტიდან და მამაჩემს შევხვდი, იცი როგორი შეგრძნება მქონდა, აი მეგონა რომ სტუმრად ჩავედი.
რაც ძალიან სამწუხარო და ვიტყვი რატო. მეგონა რომ სტუმრად ჩავედი და ეს როცა ჩავჯექით უკვე მანქანაში და სახლისკენ მივიდიოდი და მამაჩემი რომ მეუბნებოდა ეს ხომ არ გინდა, ის ხომ არ გინდა, სადმე ხომ არ ვჭამოთ ან რა გინდა რომ საერთოდ გავაკეთო. მეგონა რომ საერთოდ როგორ თქვა, როგორც დღეს შენ გაგიცანი, ხე შენ რომ დამპატიჟო წამოსადმე ყავაზე დავლიოთ, აი ეგეთი შეხედულება მქონდა, იმიტომ რომ ვუცხოობდით ცუდი ნათქვამი არა. ცვენოდა. არ ვიცი, მერიდებოდა. მაგრამ ამავდროულად გულში არა და ხო მამა შენია, მაგრამ მერიდებოდა იმდენად, ეხა 10 წელი რო არ მყავდა ნანახი, მაინც იმოქმედა ამ წლებმა. მე რა თქმა უნდა მეორე დღე, მესამე დღე, მეოთხე დღე და ისე შევეჩვიე მამაჩემს. არ ვიცი, მაგის გარეშე მე რო ჩამოვედი, მართლა ვეღარ ვძლებდი, იმიტომ რომ ამასაკში მე 16 წლის ვიყავი, რო წავიდა 15-ის და ამასაკში უკვე სხვანაირად შევხედე მამას. ბავშვობაში სხვანაირად უყურებდი და ეხლა ძმაკაცივით, რასაც ქვია. და აი მართლა მამაჩემის სახით 2025 წელს კიდევ ერთი საუკეთესო მეგობარი შევიძინე. ძალიან მაგარი. ხო, ძალიან რთულია და რატომ მოვყევი ეს, იმიტომ მოვყევი, რომ ზოგადად როცა უნდა დავაფასოთ მშობლები, იმიტომ რომ შეიძლება მე ვიუცხოვე და შეიძლება მე მეუცნაურა მამის ნახვა ამდენ წლის შემდეგ, მაგრამ ის ხო ჩვენ გამო იყო წასული. ჩემი ძმის გამო იყო წასული, ჩემს გამო იყო წასული და ასევე თქვენს გამო არიან წასულები თქვენი მშობლები და ამ ყველაფრიდან გამომდინარე მოხდა ის, რაც მოხდა. მაგრამ კიდევ ერთხელ თქვი ერთ-ერთ პოდკასტში, მაგრამ კიდევ ვიტყვი, ასე არ მიყვარს ხოლმე ეგეებს ლაპარაკი, მაგრამ ძალიან გთხოვთ ემიგრანტებო, როდესაც მიზნებს მიაღწევთ, როდესაც ვალებს გადაიხდით, როდესაც ყველაფერს შეიძენთ იმისთვის, რომ კარგად იყოთ თქვენს ქვეყანაში, ჩამოდით აუცილებლად დაბრუნდით. იმიტომ რომ მე მაქვს ამის გამოცდილება შვილისთვის არ არის მარტივი მშობლის წლები წასვლა საზღვარგარეთ. მართლა არ არის მარტივი, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ რა გრძნობაა, მაგრამ ყველა ბავშვს მოზარდ ჭირდება გვერდით მშობელი. მე არ ვიძახი იმას, რომ არ უნდა წახვიდეთ, ვიცი რომ თქვენი შვილების გამო მიდიხართ, მაგრამ როცა მიზანს მიაღწევთ, მაშინ მაინც დაბრუნდით უბრალოდ. ეგ არის ჩემი თხოვნა. იმიტომ რომ ძალიან რთულია, მე მჭირდებოდა ბევრჯერ მამა გვერდით ყოლოდა. მგონია ბევრი რთული პერიოდი, რთული მომენტი, რომ კაცია, რასაც ქვია საჭირო ჩემთვის და მამა რო გვერდში დამიდგეს რაღაც სირთულეების დროს. აქედან გამომდინარე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიტყვი ამ ყველაფერს. დათუნა მესმის შენი და განსაკუთრებით დასაფასებელია და აღვნიშნავ ამას დედის ორმაგი პასუხისმგებლობა. აი შენი დამოკიდებულება დედის მიმართ ხშირად ჩანს და მადლიერება, რაც სანემოციურია. მოგვიყევი მეც და ჩემს მაყურებელს დათუნას და დედას ურთიერთობა და ესე ვიტყოდი მეგობრობა, რომელიც საზოგადოებაშიც და შენი ვიდეოებიდანაც და კონტენტიდან ძალიან აქტიურად ჩანს. ჩემის და ჩემი დამოკიდებულება ბავშვობიდან ისე ვართ ერთად, რომ აი მეგონა რომ რაც ცნობიერებაში ჩავარდი, რომ დედა ჩემი, აი სულ იმის შიში მაქვს ბავშვობიდან მოკლედ რომ თქვა, რომ დედა დავკარგო. აი არ ვიცი, დღემდე მაქვს ეს გამოყოლილი, აი ბავშვობიდან რომ დავწვევი საწოლში, იმდენად მიყვარს, ну რა თქმა უნდა, ვის არ უყვარს, უბრალოდ სხვანაირად გადმოწევ. იმის შიში მაქვს, რომ დედა არ დავკარგო. მე მგონი ფსიქოლოგთან უნდა წავიდე, იმიტომ რომ ამაზე ვფიქრობ ძალიან მკვეთრად. იმდენად ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ერთად ბევრი რამე გადავლახეთ, ძალიან ბევრი გასაჭირიც ვქონდა, სირთულეებიც ვქონდა. მე მამას წასვლა დაემატა, ბევრი ამბავი და მინდა რომ დედა ჩემ ასე ვთქვათ, პირდაპირ ვთქვათ, დაისვენოს, მინდა რომ დედა ჩემ ცხოვრებით ისიამონოს ამ სიმძიმეებიდან გამომდინარე და აი მაგიტომ აქვს მაგის შიში, რომ აი მინდა რომ დედა ჩემ მოასწროს რაღაცა ცხოვრებით ტკბობა. და აი ღამე დღემდე მაქვს ეს, რომ აი რო დავდებ ხოლმე თავს და რაღაცა უცებ მგონია რომ რაღაცა მოხდა, ხო ხდება ის სანამ ჩაგთვლემს. დედა ჩემს რაღაც ხო არ დაემართა. აი რაღაცა ის მაქვს ჩართული დაცვითი მექანიზმი. ამას ვერ გადმოცემ ახლა სიტყვებით, მაგრამ მგონია რომ ყველა გაგიგებ. ეხლა დეტალურად ვერ მოვყვები მე და დედა ჩემს რა გვაქვს ერთად გავლილი ესე. მაგრამ ძალიან მძიმე ცხოვრება გვაქვს გავლილი ერთად. და მაგიტომ მინდა რომ იმდენი შევძლო კიდე ცხოვრებაში, რომ ძალიან ვასიამოვნო დედა ჩემი ცხოვრებით და დავავიწყო ყველა ტკივილი, ყველა პრობლემა და ყველა ის გასაჭირი.
ვერ დავივიწყებთ რეალურად, მაგრამ ყურადღება მაინც გადავატანე. ძალიან აი ეს არის ჩემი სურვილი ცხოვრებაში და რა ვიცი, მეც ვერაფერს ვიტყვი ისეც. ძალიან თბილ ოჯახში იზრდებოდი და დღესაც შენი ოჯახიდან მოდის ძალიან დიდი პოზიტივი, საიდანაც ვფიქრობ, რომ გააქვს ეს იუმორი, განსაკუთრებით ბებო, რომელიც აი ძალიან საყვარელი ადამიანია და მოვიკითხავ მთელი გულით და მიყვარს თქვენი ვიდეოები, პოზიტიური ვიდეოები, განსაკუთრებით როცა აი რაღაც სიმღერის ნაწილში ფულის სანაცვლოდ ტექსტი არ უნდა შემეშალოს. ტექსტი რო არ უნდა შეგეშალოს. ხო. ყავს ორი ბებია. დედის მხრიდან გამოჩენა არ უყვარს. ერთი-ორი ვიდეოში ჩანს რუსო, მაგრამ არ უყვარს ვიდეოები, მოვიკითხავ ჩემ ბებიკოს. მაგრამ რასაც ქვია გავიზარდე, ვინც ვიდეოებში ჩანს პოპულარული. ჩემი პუწკუნა ბებო ლილი, არანაკლები ინფლუენსერი ესა ვიტყოდი. კი, არანაკლებ, სხვათა შორის კომპანიები, რომ ერთი პერიოდი იყო, როცა მეუბნებოდნენ, რომ ბებოსთან ერთად გვინდა კონტენტი. ბებია ჩემი არის ბელაზე კეთილი არსება. ესეთი ქალი მეორე არ დაიბადება, მე პირადად ასე ვთვლი, უნდა იცნობდე აუცილებლად. ქალი არის, რომელმაც პირველმა წამიყვანა, პირველმა მასწავლა აღსარების ჩაბარება, პირველმა მაზიარა, მასწავლა რა არის ქრისტიანობა, მასწავლა რა არის ადამიანობა, მასწავლა მიტევება, დათმობა და ბევრი სხვა კარგი რამ. ბებია ჩემი არის ნაზი, თბილი, ღვთისმოშიში ქალი და 6-ვე შვილიშვილს დღემდე ეხლა ცუდად არის გვარიგებს რომ ვიყოთ დამცმობები, არ უყვარს ჩხუბი და სულ აი რაღაცა ჩვენ უნდა შევიკავოთ თავი ესეც რაღაცებს გვასწავლის. ხო და ბებია ჩემი სამწუხაროდ ცუდად არის. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვიდეოებში ბაგიტომ ვეღარ ვაჩენ. მალე გამოჯანმრთელებას უსურებ. ერთად მუშაობთ იმაზე რომ კარგად იყოს. ფილტრებზე პრობლემა აქვს და ბუშტებს ვბერავთ ხოლმე სახლში ერთად რომ ვავარჯიშოთ ფილტრები რომ მერე უნდა დავიწყოთ ახალი კონტენტი ბებო და მოემზადე ამისთვის. მალე გამოჯანმრთელებ. ხო. და ბებია ჩემი არის ჩემი მეორე დედა. და ბავშვობაში რო ვფიქრობდი ხოლმე რომ აი ვინ მიყვარს პირველი, ესე ხო ვიცოდით ხოლმე ბავშვებმა პირველი ადგილზე ვის დავაყენებ და აი დედა ჩემს და ბებია ჩემს ვერ ვანსხვავებდი. დღემდე ესეა. აი ვერ ვანსხვავებდი და მე ბებია ჩემი თვითონ მეუბნებოდა ხოლმე რომ დედა არის დედა დედა უნდა გიყვარდეს ჯერ მე უნდა გიყვარდე მე ძალიან ისე სიტყვაში გავიზარდე სულ მასთან მეძინა მასთან წვებოდი და მის გარეშე არ შემეძლო ძალიან საყვარელი ადამიანია ნამდვილად და კიდევ ერთხელ გამოჯანმრთელობას უსურვებ დათუნა გუშინ შენს ვიდეოს უყურებდი და მინდოდა მომეწერა უბრალოდ ვეღარ მოვახერხე რომ წლების შემდეგ მეთქი ვიცოდე რომ როლი შეიცვლება მეთქი შენ ძმასთან ქონდა კიდაობა მე და ჩემი ძმის აი ეს ბავშვობის ასე ვთქვათ ეს მომენტი მახსოვს როცა ვჩხუბობდით თუ რაღაცა ესე მსგავსად და დღეს უკვე ვეღარ მიბეს ხუმრობით რა თქვა უნდა და ძალიან საყვარელი ძმა ყავს და განსაკუთრებით ძალიან მოგწონს საზოგადოებას აი თქვენი ეს რაღაცა დედმამიშვილური სიყვარულთან ერთად ის პოზიტიური ვიდეოები სადაც ასე ვთქვათ შენ ძმას ცოტა აბრაზებ მაგრამ ისიც არ თმობს ესე ვთქვათ და არა ის სრულიად განსხვავდება შენგან აი შენი დამოკიდებულება შენი ძმის მიმართ და განსაკუთრებით იცი რას ვფიქრობ რომ ეხლა იმას აქშია როცა შენ გვერდით არ იყო მამა და ვფიქრობ რომ არ ვიცი რამდენად რეალურად ვფიქრობ ვცდილობ მაქსიმალურად რომ ყველანაირად გვერდში ედგე და ეს რაც შენ გამოიარე მაქსიმალურად ეცადო რომ იგივე არ იგრძნოს და მაქსიმალურად ვცდილობ რომ ის გვერდით იყო კი ჩემ ძმაზე ვარ დაახლოებით 16 წლით დიდი ჩემი ძმა იყო 1 წლის და თვეების მამაჩემი რო წავიდა
და წარმოიდგინე ჩემი ძმა არის 11 წლის და მამაჩემი 10 წელია არ ყოფილა აქ. ხო და მამა ესე არ ყავს ნანახი. ჩემი ძმას ახლოდან და ეგ არის ჩემი მიზანი პირველ რიგში ჩავიყვანო რამენაირად და ვანახო. რადიკალურად განსხვავებული ძმები ვართ. ის არის უფრო სერიოზული. როგორ თქვა, არ უყვარს ცანცარი. თუდად რო თქვა ცანცარი. თავის ძმასავით არ ცანცარებს. და უყვარს სპორტი. მე მიყვარდა ხელოვნება ბავშვობიდან. ამას უყვარს სპორტი, ხანჭი დაობაზე უნდა სიარული, ეხლა უნდა რომ UFC-ის ჩემპიონი გამოვა. ეხლა იმ დღეს თქვა რომ კალათბურთზე მინდა შესვლაო და ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა საერთოდ. მაგრამ სპორტისკენ არის ძალიან მიდრეკილი და ვარჯიშობს, ძალიან უყვარს ვარჯიში. დილით 6 საათზე დგება სხვათა შორის ჩემი ძმა, დარბის, აჯიმანიებს აკეთებს, პრესებს აკეთებს, კუნთებს ავარჯიშებს, ბიცეპსი, ტრიცეპსი, ასეთ და კულტურით მომყავს. აბა? ხო, ამ დროს ინფლუენსერი დათუნა პირველ საათზე დგება. ხო, მე ამ ხუმრობით. ხო და ჩემი ძმა სხვათა შორის, ჩემი ძმას არ უყვარს რო თქვას რომ დათუნას ძმა ვარო. მართლა? რატო? მალავ სკოლაშიც, კლასშიც შემთხვევით გაირკვა იქ თურმე ბავშვებში რომ ეს დათუნას ძმა ყოფილაო და სახლში მოდის დაბღვერილი რომ ყველა მელაპარაკებოდაო რომ შენი ძმა ვარო. და არ ვიცი, კინაღა მიტირა ბავშვმა რომ ანუ არ უნდა რა რომ ეს ჩემი ძმა. ხო და მე ვფიქრობ რომ უბრალოდ არ უყვარს. ჩემზე რო ელაპარაკებიან. სერიოზულია და ეს რაღაცა მგონია რომ არ უნდა რომ ყურადღების ცენტრში იყოს. ძალიან მაინტერესებს ისეთი თემები, რომელზეც არ გისაუბრია, არც ერთ გადაცემაში, არც ერთ პოდკასტში, არც ერთ ინტერვიუში და საზოგადოებამ შენ შესახებ არ იცის. ხო. თქვენ ნონა მეძახეთ და მე ჯარი მაქვს მოხდი. კი, ჯარი მაქვს დამთავრებული სხვათა შორის სიგელზე. 18 წლის გავხდი თუ არა, მოკლედ ესე სწავლისკენ არ ვიყავი ჯერ გადახრილი და რადგანაც თავისუფალი ვიყავი, ალბათ პროგრამულად ამომაგდა, რომ ამას ცალია. არც პრიზივი მომსვლია. არც შემოთავაზება მომსვლია, არაფერი სახლში მძინავს და დედაჩემი მაგვიძებს, რომ ჯარზე მოგადგნენ, უნდა წაიყვანონ და პირდაპირ ჩამსვეს, არა ჯერ მოიცე პოტიში ვიბანავე და კინაღა მაბანოში შემომიხწნენ, რომ მალე მორჩიო ის, ვინც მომაკითხეს. და წამიყვანეს სამედიცინო შემოწმებაზე დილღომში. აი, არ ვიცი რა ხდება, ბავშვი ვარ, თავი, იცი როგორი ვარ, აი, თავისუფალი ლაღი რაღაცა. უცებ ჯარი რო გავიკე, მეთქი რა გავაკეთო. წამიყვანეს სამედიცინო შემოწმებაზე და საუბედუროთ ჯანმრთელი აღმოჩნდა. თურმე მზადყოფნაში ვყოფილო, რომ ჯარი მომეხადა. ხან რა მოვიგონე, მეთქი, აი გულის ჩხლეტები მაქვს, მეთქი რაღაცა ბრტყელი ტერფი მაქვს, მეთქი ამ ფეხს ძალით ესე ვაჭერ რო გაგანიერდე. კაროჩე 1000 მიზეზი და საბოლოოდ აინც აღიყვანე ჯანმრთელი. გაგიხარდეს თუ გეწინოს ეს მომენტი ჯარში და საბედნიეროდ კარგ ჯარში მოვხდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და არ მომიწია სადღაც ყაზარმულზე სირბილი და ტალახში გორაობა. პირდაპირ ესე სვეტსკურ ჯარში მოვხდი, ხდები აი საგუშაგოზე ვარ ეგ. რაცია ნოლორი შემოდის ყურადღებით. იქ ჩემი პლიტა მიდგას ჯიხურში რაღაცა ესე და სამ დღეში ერთხელ მოვიხადა ეს ჯარი. იმდენად კარგი გუშაგი ვიყავი, ეხლა მიყურებთ თქვენი განყოფილების სამსახური ალბათ. რომ სიგელი მომწეს 500 ჯარისკაციდან 20. დამოცულში იყავ. ჯარისკაცი ვარ ნამდვილი, იცი შენ? ნამდვილი გუშაგი ვარ. ძალიან მაგარი. აი ესე, გასკდით გულზე. სროლაც ვისწავლე. იარაღის დაშლაც ვისწავლე, აწყობაც ვისწავლე და ფრთხილად იყავით. ტრებო. დათუნა, როგორი ბავშვი იყავი? აი, როგორც ვიცი და მსმენია, ძალიან ცელკი ბავშვი იყავი და ცელკი არა, მაგრამ საშიში. საშიში? საშიში ბავშვი იყავი. საბავშვო ბაღში მუშაობდა ბებია ჩემი და ჩემი მამიდა. და მათ ჯგუფში ვიყავი, აი წლინახევ, რაც ფეხი ავიდგი საწყალიმე, დამატარებდნენ საბავშვო ბაღში, მაძინებდნენ ბაგაჟში. იმდენად ცუდი ბავშვი ვიყავი. ყველა ბავშვი დაკბენილი მყავს. მართლა? აბსოლუტურად ყველა ბავშვი მყავს დაკბენილ, დაგლეჯილ, გაუბედურებული.
და ხვდებიან დღეს ეს ეს ბავშვები ადამიანები. ჭიროდნენ, თავის მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ ლილი ბებოს დათუნამ გვიკბინა დღეს და ეს მშობლები თავს იყრიდნენ, რომ აბა კიდე დაკბინა დღეს. და ბებიჩი მოკვე რაღაცა უნდა მოიფიქროს, რომ გამაგდოს რა ამ ბაღიდან. სად გადავიყვანოთ ეს ბავშვი, სად გადავიყვანოთ და ვითომ ეხა მაგარი გამოსავალი იპოვეს ეხა სად გადამიყვან. აბა სად გადამიყვანეს. საბავშვო ბაღში სადაც ბებია ჩემის მაზლის ცოლი მუშაობს. უარეს იქნეს. იქ ჩემო კარგო. იქ არ უკბენდი. იქ დავიწყე უკვე ჩმეტვები. მიყვარდა წვალება ბავშვების. დავიწყეთ ჩმეტვები იქ ვიღაცას ფეხსაცმლის გავხდი და ვუმალავ რაღაცა იქაც ეს ბებია ჩემის მაზლის ცოლი გიჟს გავს მოდი დედა ჩემთან და ეუბნება რომ ეს ბავშვი გადაიყვანეთ სხვა ბაღში. საბოლოოდ ბაღში აღარ გადამიყვანეს. დავამთავრე ეგ ბაღი. და შევედი უკვე სკოლაში. სკოლაში იწყება რაც იწყება ჩემო. სკოლაში უყურე რაც უდით ჩვევა მქონდა. სულ მაინტერესებდა ფეხსაცმლის შიგნით ვის როგორი ფეხის თითები აქვს. აბა? თუ ვინმეს, აი ბავშვობიდან მაქვს, თუ ვინმეს აქვს უშნო ფეხის თითები, ჩემი ცხოვრებიდან იშლებოდა. ბავშვი იქნებოდა, დეიდა იქნებოდა, მამიდა იქნებოდა, არ ქონდა მნიშვნელობა. მომეწონებოდა ვიღაც სკოლაში და ვიჭერდი ამ გოგოს. ჯერ ფეხსაცმელი უნდა გამეხადა და ბალეტკები ეცვათ. ხო იცი, მარტივად რო ხდი. გავხდიდი ამ გოგოს ფეხსაცმელს. შენ არ გივარგე ფეხები, ჩემო საყვარელო. ჩავაცმევდი ისევ, ეს წაიშალა, ანუ ეს არ განიხილე. მე ვიღაცას გავხდი თუ იამს რა კაი ფეხის თითები აქვს და ურთიერთობა იწყება. აი ესე. აი ესეთი უცნაური ადამიანი ვარ. დათუნა. აჰა. ძალიან ბევრი ვიცინეთ კი ბატონო. და ეხლა დროა გულწრფელად ვესაუბროთ საზოგადოებას. და ფარ დაავხადოთ ბევრ რამეს. მე შენ პირობა მომეცი რომ ამ თემაზე მხოლოდ ჩემს გადაცემაში ისაუბრებდი. ვიცი რომ ძალიან მძიმე და რთულია ამ ყველაფერზე ისაუბრო და განსაკუთრებით არ ვიცი რა რეაქცია ექნება შენს აუდიტორიას როცა ამ ყველაფერს მოისმენენ. სათხარ დათუნა შეყვარებულია. მაინც კითხე. დათუნა არ არის შეყვარებული. კარგი. всё, აღარ გავაგრძელოთ. მაგრამ დათუნა არის კარგი ზოგადად კარგი როგორ თქვა. ურთიერთობაში კარგი ვარ ძალიან. ჯენტლმენი. გამეტებული. არა პროჭი. არა ახვარე. მე ვარ აქ ალკოჰოლი ხوار ჩასხით და თუ დავიწყე ლაპარაკი. არა ხო მართლა კაი თუ გაინტერესებს ურთიერთობაში ვარ ძალიან კარგი გამეტებული ჯიგარი და არ მენანება არაფერი მისთვის. და დათუნა მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ფანი ყავს და ფანებთან ერთად კიდევ ადამიანები რომლებიც ენზე გაგიჟებულები არიან, აი უყვარხარ, გაფანატებენ და ასე შემდეგ. გია სურამელიშვილის შემდეგ ჩემს ფანებს გული მისდით. დათუნა მე როგორც მარტო ხელა ადამიანს მინდა ხარ? კი. მინდა რომ მასწავლო აი როგორ ხიბლავ ამ ადამიანს არაფრით არ უნდა მოხიბლო. არაფრით? არა, ვინც ხარ ისი. და განსაკუთრებით აი მე მახსოვს რომ ამბობდი რომ რაღაცა მზერა რაღაც ეს უგინე გავარჯიშებ უბრალოდ რაღაცა ხრიკე. მითხარი. იცი? და ჩემ გადაცემაში მინდა დავიწყო ყველაფერი. ოღონდ როგორ გინდა შენ იყო უხეში? იცი რა შენ ხო ძალიან საყვარელი და თბილი. მოდი აბა ვცადოთ ციუხეში. აბა. მაგრამ პირველ რიგში მარცხენა ტუჩს წევთ ოდნავ ზემოთ და უყურე აბა გამიგეთ. ეს კამერა მუშაობს. შემიძლია არა. მადლობა ძალიან. ოი თათია მირეკავს გინდა გადაცემაში თათია. მეგობრებო თათია. ერთი წუთი. ჩემო კარგო შენ მოხდი გადაცემაში. თათია მოგესალმებით, გამარჯობა. თათია მოგესალმებიან.
მოგესალმები ყველას, როგორ ახართ ხალხო? კარგად. თათიამ ძალიან გვიყვარხარ და მოულოდნელად მოხდა შენი ზარი ჩვენ გადაცემაში და მაგრამ აუცილებლად მინდა აღვნიშნო ჩემი პატივისცემა სიყვარული შენს მიმართ და გელოდები ჩემს გადაცემაში მთელი გული. პატიჟებით ჩემთან ოჯახში მე რის საშუალებას მაქვს ცოტა ყავა იქნება. ცოტა რაცი, ცოტა გოგნაშო, ცოტა ბადრიჯანი, ცოტა ის შევწავ ჩახვატავ, წამოიყვანე 1-5 ადამიანი. აი, კაკრას ხუთნი ვართ. არა, production-ს წამოვიყვან. გაიხარეთ გენაცვალე რა, ვირა დაგახვედროთ კი გენას ჭამს. ცილოვან პროდუქტზე ხარ თუ ნახშირწყლებზე რა გინდათ? რაზე თავარია იჭმებოდეს და გელოდებით ყველაფერს, წვადი აუცილებლად. დათუნა, ხო ძვირფას. ყველაფერი გზია შვილო. კი, ეხა მორჩება უკვე გადაცემა. კლირის ვარ გინდა რომ გამოვატანო მწვოვს რა. არა, ბებო, შენ მე შენ რამდენ ერთი წუთი მე შენ რამდენჯერ გითხარი ნუ რა ვისნო ეპატიჟები მეთქი. მაგის საშუალება გაქვს. მე გირიცხო 20 ლარი ყოველ დღე და შენ ესენი აი მიდი წავედი გადაცემა იწერდა. უთხარი რომ ჩემ გადაცემაში ეპატიჟება გადაცემაში და იცოდე მაინც. კარგი დგენა, რაღაცას ვიზა. კაი ვიცი. კაი. მადლობა. მაინც ესე იგი შემომიჯა გადაცემა ვერ ჩამოწერინა ამ გოგომ რა მაინც გამოჩნდა მინდოდა რომ ამრიდებოდა კითხვები თათიას და მაინც დამირეკა. კარგი იყო. გორმეს ისყება. აი ეგ მომენტი მიყვარს კიდე განსაკუთრებით და ბევრგან მინახია ამოჭრილი. როგორ მეზიზღება, აი რომელსაც როგორ ამძულს და აი როგორ მეზიზღება და როგორ დანაყვა აღარ მინდა. და მოდი შეცვალე და თქვი როგორ მიყვარს ოღონდ მან კონტექსტით. ვისე მიყვარს? ვაიმე, ისეთი გოგო მეოჯახე, საყვარელი, ქმრისთვის კარგი, შვილებისთვის კარგი. მაგრამ რაღაცა მე ვერ არა, რაღაცა მეზიზღება, რა მე ვერ დავმალავ. ხინჩიკ. ხინჩო შენ ახლა მიდი გააგზავნე უცებ მითხარი იმაზე პასუხი შენ რატო ხარ მარტო ხელ? ხედავ, შემომიბრუნა კითხვა. შენ ვიღაცამ გული გატკინა და აცრუებული გაქვს ჩემი აზრით. აი მე ფსიქოლოგი ვარ. ხედავ, შემომიბრუნა კითხვა. მგონი შურისძიებას აქვს ადგილი. მე მაინტერესებს ეს ბიჭი რატოა მარტო. სპონსორებო. შემოგზავნეთ ქალბატონები. უკან დადგებიან და გაფიარდებიან. და შემდეგ ვახსენებ თუ საიდან შეირთო ეს გოგონა ხინჩომ, რომელი კომპანიის ბიჭია. ნატურა ძალიან ბევრი ვიცინე. სანამ გადაცემა დაიწყებოდა ძალიან ბევრი ვიცინე. გადაცემის მვლელობაშიც აი პოზიტივით ამავსე და ზუსტად რასაც ველოდი 10 მაგათ უკეთესი გამოვიდა, იმიტომ რომ შენთან საუბარი არის ცალკე დღესასწაული და საუკეთესო რესპონდენტი ხარ, საუკეთესო ადამიანი ხარ. უბრალო ძალიან გულიანი და არასოდეს არ ცდილობ ადამიანები ჩააყენო უხერხულში პირიქით ცდილობ რომ მაქსიმალურად მას მოერგო, მაქსიმალურად ასიამოვნო, ჩვენი კომუნიკაცია რამოდენიმე კვირა აგრძელდება, იმიტომ რომ არ იმყოფებოდი საქართველოში და შემდგომ უკვე მოხდა, ასე ვთქვათ, დაგეგმა გადაცემის ჩაწერის და შენგან მივიღე ძალიან დიდი მუხტი, ძალიან დიდი мотиваცია და მადლობას გიხდი შენ ამისთვის. მადლობა რომ იყავი ჩვენთან გადაცემაში. როგორ მოგეწონა გულწრფელად მითხარი? შენს მადლობას მოგიხდი, გადაგიხდი რომ ასეთი ჩვენი გადაცემა საყვარელი ადამიანი დამხვდი. მართლა გულწრფელად მეგობრებო, უსაყვარლესი ადამიანია, უკეთილშობილესი, ძალიან მეგობრული და დარწმუნებული ვარ ჩვენი ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს მეგობრობით და შენს გადაცემას ვუსურვებ დიდ წარმატებას. მე ვუყურებ პოდკასტებს ზოგადად, მაგრამ წეღანაც გითხარი, რომ შენი გადაცემა უკვე მე 2 ეპიზოდი გქონდა დადებული, რომ ძალიან მომწონს, თქო გითხარი და ძალიან კარგია მეთქი. ასე რომ გისურვებ ულევ წარმატებას და რაც გაქვს ჩაფიქრებული, ყველაფერი აქ სრულდებოდეს 2026 წელს. ძალიან დიდი მადლობა შენ რომ იყავი ჩემთან. გადაცემის გენერალური სპონსორია მსოფლიო განათლების აკადემია ვეა. განსაკუთრებული მადლობა ნათიას და მარიას მხარდაჭერისთვის. ვეა, სადაც შეგიძლიათ შეისწავლოთ სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებით მიმართულებით პროგრამები. ვეა, სადაც სწავლა სრულიად უფასოა. ასევე ვეას დაემატა
ძალიან საინტერესო პროგრამები. ვეა ჩვენი ერთგული მეგობარია. გადაცემის სპონსორია ვილა ანასტასია. ვილა ანასტასია თბილისთან ახლოს საგურამოში სივრცე, სადაც შენს ნებისმიერ ღონისძიებას ნამდვილ დღესასწაულად აქცევენ და თუნა არის საოცარი სივრცე, 7 ნომრიანი სასტუმრო, ულამაზესი რესტორანი, საუკეთესო კერძები, უმაგრესი სტაფი და დაიწყეს უკვე ბანკეტების, ჯავშნების მიღება. ნებისმიერი ღონისძიება, ბანკეტი, დაბადების დღე, ქორწილი, ნებისმიერი ივენთი და ღონისძიება, კორპორატიული საღამო და ასე შემდეგ, შეგიძლიათ ამამად გადაიხადო ვილა ანასტასიაში. ქორწილს გადავიხდი ვილა ანასტასიაში. ძალიან მაგარი და შენ თუ ქორწილს გადაიხდი ვილა ანასტასიაში, ვილა ანასტასიამ გამოგიგზავნა 30%-იანი ვაუჩერი. აი რა, ძალიან დიდი მადლობა ვილა ანასტასიას. და უკვე გექნება ფასდაკლების ვაუჩერი ვილა ანასტასიას. მადლობა ვილა ანასტასიას, რომ ჩვენ გვერდით არის და დათუნა შენს კონტენტშიც აქტიურად არის მხარდაჭერა ქართული სტარტაპერების, ქართული პროდუქტების და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ბრენდის განვითარება და ყველა ის ადამიანი, რომელიც აწარმოებს ქართულს, ყოველთვის უნდა მივცეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად დაუდგეთ გვერდში, რომ განვითარდნენ და წარმატებულები იყვნენ. ქართული კომპანია სტარტაპს აღარ ვიტყოდი, უკვე ჩვენი მეგობარია სამეფო აჯიკა, რომელიც მზადდება სრულიად ქართული ნედლეული და უძველესი მეგრული რეცეპტური. გადმოგცემ ამ საჩუქარს სამეფო აჯიკისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოგეწონება. ძალიან დიდი მადლობა და დედაჩემს ახლა მივწერ მე რომ კარტოფილი შემიწვას. და განსაკუთრებული. რა კაია. მადლობა დიდი. მადლობა სამეფო აჯიკას. ლოგო დაგვიმზადა სარეკლამო კომპანია 24-მა. სარეკლამო კომპანია 24 დაგიმზადებთ თქვენთვის სასურველ რეკლამას, შეგიძლიათ მიწეროთ ონლაინ და შეკვეთას ყველაზე სწრაფად, ყველაზე ხარისხიანად მიიღებთ ამ საუკეთესო კომპანიისგან. მადლობა მათ. დათუნა, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდი ჩვენთან სტუმრობისთვის. და საუკეთესოდ ჩაიარა დღევანდელმა ეპიზოდმა, ძალიან დიდი მუხტი მივიღეთ შენგან და დარწმუნებული ვარ ჩემს მაყურებელს განსაკუთრებულად მოეწონება და ეს გადაცემა იქნება ერთ-ერთი ფავორიტი. ასევე მინდა გთხოვო და შენგან დავიტოვო პირობა, რომ 1 წლის თავზე ხინჩოსთან იქნები გადაცემის სტუმარი და იქ უკვე რაღაცა განსხვავებულს და ახალს ვიტყვით და იმ თემასაც შევეხებით, რომელზეც დღეს არ გავშალეთ. და ესე შევკრიბოთ 1 წლის მანძილზე ჩვენ ორ შორის რა შეიცვალა ცხოვრებაში. მერე დამხვდეს აქ 20 სპონსორი. მერე. მადლობა დათუნა. პირიქით, შენც მადლობა. დღეს ვიმყოფებით პოდკასტ არიაში. დათუნა, როგორ მოგწონს ეს სივრცე? ძალიან მომწონს, ძალიან მყუდრო გარემოა. ნამდვილად. ერთ-ერთი საუკეთესო სივრცეა, სადაც შეგიძლია ჩაწერო შენი გადაცემა, პოდკასტი, პროფესიონალთა გუნდი არის და სიამოვნეს მათთან თანამშრომლობა და მადლობა პოდკასტ არიას. ეს იყო გადაცემა ხინჩოსთან, მესამე ეპიზოდი, ყოველ პარასკევს 21 საათზე. დაელოდეთ და გვიყურეთ.